დამოუკიდებელი მედია ცენტრი წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს. ფერმერის დღიური. მეცნიერულად დადგენილია, რომ პირუტყვის მაღალპროდუქტიული ჯიშები მხოლოდ სრულფასოვანი და მიზანმიმართული კვების პირობებში ყალიბდება. ამიტომაც საქონლის დაბალანსებული და სწორი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამით გომით ხელმძღვანელობს დარჩელელი ფერმერი კახაშონია, რომელიც მესაქონლეობის პარალელურად საკვებ წარმოებასაც ეწევა. ბატონო კახა, როგორც ხედავ, ეხლა თქვენ საწარმოში ძალიან აქტიური სამუშაო მიმდინარეობს. როგორც ვთქვი, თქვენ საქონლისთვის საკვებს ამზადებთ. დიახ, ამზადებ საკვებს, ის თავად საღამოსთვის უნდა დავუღოთ, უნდა დავაპროთ. ძირითადად რა სახის საკვები მზადდება? მზადდება ხატო, გვაქვს სიმინდი, აბაშის ყვითელი, იწვება, პლუს ჩალა, პლუს სილოსი. გამის გამოყვება ხოლმე საქონელს. სილოსი იძლევა ცალკე, ჩალა იძლევა ცალკე, ხატოს კიდევ ცალკე. ეს უბრალოდ წრის ჩალას. ბატონო კახა, ძნელია დაჭრა ჩალეს? შეგიძლია სინჯოს, გაგვეხმარეთ. მაშინ თქვენთან ერთად დავამზადოთ. მოდი ბატონო. ანახეთი ბატონო. სული არაფერი არ არის, აიღებ ჩალას, თავისი თმე აკმელე, ტრის აქ უნდა ერთი კაცი კიდევ რომ ხარ დაიყაროს. ასე გამოუწევ. კარგად გამომდის? მაგარია, დარჩი დაგვეხმარეთ სადახანე. სიამოვნებით დარჩი. მანქანა მჭირდება, სხვა რომ აბიომი როგორ ბევრი რომ დაჭრა, უასოს დაჭრა. ეს ბაზარა არის ავისავად, არა იმდენი ზავა რომ უბრალოდ ბევრი დაჭრა. და სვამობს, მაგრამ ვაკეთებ მაინც რა ვქნა და. ის განმავლობაში რამდენ სამზადებ? ეს არის ჯერ არ გვისინდია, ჯერ არ ვჭირდება ჩალა იმ რაოდენობის რომ აგა თომომა. ეს მზადდება ხმოების და ყოფნის მუშაობს 2-3 კაცი მონაცვლეობით. არ არის თული, ხო? არა. ასეა თუ ისეა, ამან გაამართლა მაინც ამ მანქანამ. ძველი მანქანაა, კომუნისტების დროინდელი და ქონდა რა შემთხვევით და სინჯეთ გამოგვადგა. მეგონი მომჩით, ერთი კალათა შევავსე. დიდი მადლობა. სხვადასხვა კართან გადავინახე. მოგზანდით. ფერმერის დღიური. ბატონო კახა, რამდენადაც მოვიცით, თქვენ ძალიან დიდი ფერმა გაქვთ. დაახლოებით რა სახის საკვები მზადდება თქვენ საწარმოში? ფერმა გვაქვს, ყავს დაახლოებით 70 სულის ლაკონელი. საკვები მზადდება ხომრებში ყრით, ეგრე განახეთ წეხანი როგორ იჭრებოდა. ამას ეყრება მარილი, სიგაზაში, რამამ ჩავყრით ჩალას ტომარაში. ამზადებთ ხატოს. ესე იგი გამოდის, რომ თქვენ ზამთრისათვის საკვებს არ ყიდულობთ? არა. რაც ფერმისათვის ძალიან დიდი ეკონომიაა. რა თქმა უნდა. დაახლოებით რა რაოდენობის გჭირდებათ მთელი ზამთრის განმავლობაში? რაოდენობა ზამთარი და გააჩნია ზამთარს. შეიძლება ზამთარი იყოს მკაცრი, უფრო თბილი, რაც უფრო მკაცრია, გჭირდება მეტი, რაც უფრო თბილი იქნება, მით ნაკლები. ისე გავაის დეკემბერი მგონია, რომ არ დამჭირდება არც ჩალა, არც სილოსი, ამას შევინახავ ცუდი დღეებისთვის. ჯერჯერობით არ გჭირდება არც ჩალა, ეს არის ხვოებისთვის, ტელევიზიონის ამზადებს, რომელსაც ნაკლებად აქვს მწვანე ბარლახ, აი მათ ვაძლევთ ჩალას და იმ სილოს ცოტა ოდენობით. აი ამ ყველაფერს თქვენ თვითონ ყიდულობთ თუ თქვენ თვითონ მოყავთ? არა, გვაქვს მიწის ნაკვეთები, ვამუშავებთ ჩვენ თვითონ, გვაქვს ტრაქტორი ამისთვის, მოგვაქვს ჩვენ ნაკიდი არაფერი არ არის. არც ჩალა, არც სილოსი, არც ხატო, არც სიმინდი რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ჩვენი შრომით. მე როგორც ხედავ, თქვენ საწარმოში ძალიან დიდი რაოდენობით არის ყვითელი სიმინდი. ეს აუცილებელია საკვებად? აუცილებელია. თეთრი სიმინდზე უკეთესი რა წარმოება. თქმა უნდა, უკეთესი. ორჯერ უკეთესი. ეწვერი როხების არის კარგი. კარგია ყველაფრისთვის, ხმოებისთვის, მიზებისთვის, ასუქებს. რაც უფრო დიდია როხა საკვები ჭირდება მეტი, რაც უფრო ბაზარა უფრო ნაკლები და თუ მეწველია, მით უმეტეს უფრო მეტი უნდა. გარდა მშრალი საკვებისა, აი მწვანე მასით უყვებავთ ზამთრის პერიოდში თქვენ საქონელს. მწვანე მასა, რა რთული პრობლემა არის, მაგრამ მწვანე მასას ვთვლით სილოსსაც ის თავის წაროიდანაც ამზადებული არის. ხელოვნის ტომრებში არის აგერ ხედავთ თქვენ. წვნიანი მასა. ასესელი გაგვიდევ შვრია. უკვე ამოსულია და გაზაფხულზე იმ დროს აუჯობ უჭირს საქონელს და მინდორში ბალახი არ არის. უკვე პრინციპში გამოლებად იქნება ეს ჩალას და სხვა საკვებიც, მაშინ მოვუცებავთ და მივცემთ შვრიას. ამ თქვენს ძროხებს მთელი წლის განმავლობაში შიმშილი ნამდვილად არ ემუქრება? არ ემუქრება შიმშილი, არა, ნამდვილად არა. ამისი არ გვეშინია.
ბატონო კახა, მე ვხედავ თქვენ საწარმოში უკვე დამზადებული გაქვთ სილოსი. ძალიან საინტერესოა, როგორ მზადდება ის და რამდენი ხანი ძლებს. სილოსი მზადდება, რა ვიცი, მარტივად გავაკეთეთ. აგერ არის პარკები. ეგერი მჩალი საჭირო დაც ქონდა დავჭერით სიმინდი. ვაყარეთ მარილი ნაწილ-ნაწილ როგორ თქვენებად. რამდენი ხანი ძლებს? დაახლოებით 3-4 თვე მაქსიმუმ ალბათ. მაგრამ ამ პერიოდში მოვასწრეთ მის მიტანას ფერმაში და გავხარდებ. ძალიან საინტერესოა რა ტექნოლოგიით ამზადებთ სილოს და რა ცოდნა გაქვთ აი ამ და რა გამოცდილება გაქვთ. ტექნოლოგია მგონი არ არის რთული. შეიძლება დავჭერით ჩალა, როგორც ეგერ მუშაობდა ის მანქანა. და ვტანეთ ცელოფნის პარკებში. შეიძლება გეხურათ, მოვაყარეთ მარილი, მოვუგერით თავი. რაც შეეხება რაციონის შედგენას, აი ამას თქვენი დაკვირვებით აწარმოებთ თუ კონსულტაციას გადიხართ? გავდივარ კონსულტაციას. რაც შეეხება კვების რაციონს, როგორ ადგენთ მას? რაციონი არის შემდეგი. დილით გავრეკავთ მინდორში, საბალახოთ, საღამოთი 5-6 საათის ვისკენ მზადავართ. ჩალა, ჩაღლილია, ხატო გამზადებულია, წყალი რა თქმა უნდა ავზებით არის. თქვენ ახსენეთ რომ თქვენ აკავთ 70 სული პირუტყვი. ძალიან საინტერესოა, რა ტერიტორიაზე ითესება საკმარისი საკვები? წელს ხონდა 1000 სილი, დაახლოებით 15 ჰექტარზე. სოი ასე, დაახლოებით 5 ჰექტარზე. სამყოფია ეს სიმინდი. 1000 სილი გვაქვს. შვიათ გაზაფხულისთვის. საყიდელი არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში საკვები ყოფნის. ჩვენი საქონლისის რაც გვაქვს. თუ გიფიქრიათ იმაზე რომ საკვები აწარმოოთ და შემდეგ ბაზარზე გაიტანოთ გასაყიდად. მე რამდენადაც სილოზე სამეგრელოში ძალიან დიდი მოთხოვნაა. კი, მართალი ვზანდებით. ნაფიქრალი გვაქვს, მაგრამ ვერ მოვახერხებთ ჯერჯერობით, თუ ამან ჩვენთან გაამართლა წელს, მერე შეიძლება გავაკეთოთ და გავყიდოთ კიდევაც, როგორც დამხმარე მეურნეობა და დამატებითი შემოსავალი. გვაქვს 40 ტონამდე სიმინდი, რაც სამყოფია ჩვენთვის. ჩვენი ფერმისთვის და შეიძლება მოგცეთ კიდევაც ცოტა, მაგრამ ალბათ გავყიდეთ. ფერმერის დღიური. მე რამდენადაც ვიცი, უკვე წარმოებულ საკვებს განსაკუთრებულად შენახვა სჭირდება. დიახ, სჭირდება. რა თქმა უნდა სჭირდება და წარმოებული საკვები არის ძირითადად სიმინდი. შენახული გვაქვს კარგად. აი საშუალო არის, არ გაბდება, არ გაფუძდება არანაირად. ჩალა, აგერ ხედავთ. ძველებური წესით არის აკეთებული. ძვინებად დგას. სოიო, ნაწილი აგერ არის და ნაწილი გვაქვს დიდინეთში. აი ამ ტომრებში რა არის მოთავსებული? ამ ტომრებში არის კოპტონი, თხილის კოპტონი. და რისთვის ამას ეძახიან მიხას, ეგრეთ წოდებული მიხა არის და ვურიებთ ხატოში. სიმინდთან ერთად იფქება. საკვები არ არის მომგონია ცუდი. ეს მიხა დადება ზესუმერისგანაც, ჩვენ გვაქვს თხილისგან ამზადებული და გამოსული ეს მიხა კოპტონი. უკეთეს რომელია ზესუმერის თუ თხილის? ხელმისაწვდომია თხილი. სოიოს თუ შეიძლება განსაკუთრებული შენახვა. სოიოს განსაკუთრებული შენახვა არ სჭირდება, თავარია არ დასწრებდეს, რომ არ დავწეს. და ვახაგებ რა, ხურად. როდის ითესება სოიო? ითესება სიმინდთან ერთად, იმ პერიოდში, როგორც სიმინდი ისევე სოიოც. აღებას პრინციპში ხდება ერთ და იგივე დროს. და სოიოც თავის ნაჭუჭიანად უნდა გავატაროთ? დიახ, ჩვენ ვამზადებთ თავის ნაჭუჭიანად, ხატოსთან ერთად. რაც შეეხება სოიოს სიკეთეს. დიახ. რაში ადგება სოიო პირუტყვს? სოიო ადგება მეტრო საქონელს წველადობის სასამაღლებლად, ხატოსთან ერთად. ამაღლებს წველადობას ასევე თვითონ ზეში ცხიმიანობა უკეთესი იქნება და უკეთესი ხალისხის ზე იქნება სოიო ნარევ ხატოსთან ერთად. ფერმერის დღიური. ბატონო კახა, თქვენს მეურნეობაში როგორც ხედავთ წისქვილი არის. რაში გამოიყენებთ ამ წისქვილს? წისქვილს ვიყენებთ, ესე იგი, პატარა ხვოებისთვის სიმინდი იფშნება და სუფთა სიმინდი იფქება ამ წისქვილში და იმას ვაძლევთ პატარა ხვოებს. ბატონო კახა, რამდენად ხედავთ სამეგრელოში ძალიან ნაკლებად ითესება მწვანე მასა. რამდენად აუცილებელია ზამთრის პირობებში გამოყვებოთ მწვანე მასით პირუტყვი. და საერთოდ მწვანე მასის დათესვა რამდენად აუცილებელია? საქონელი იქნება უფრო ჯანმრთელი, ძლიერი, ტონას შემოიმატებს. ბატონო კახა, ფაქტია რომ 70 სულ პირუტყვს მარტო ვერ გაუძღვებით და ვერ მოუვლით. დაახლოებით რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს მეურნეობაში? დიახ, რა თქმა უნდა, ერთი ადამიანი ამას ვერ მოუვლის. ვართ სანადესაო, აგერ მეგობარი ბიჭებია კიდე. ვცდილობ რაღაცა გამოვიყვანოთ ამ საქმიდან. ერთმანეთს ვეხმარებით, მუშაობთ 7-8 კაცი. და თუ გამოვივიდა რამე, რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ, გავაფართოებთ. მონდომება არ გვაკლია, თუ რამე გამოვიდა, გავაკეთებთ ყველაფერს. ანუ მომავალში აპირებთ თქვენი ფერმერული მეურნეობა უფრო განავითარდეს. რა თქმა უნდა, ვაპირებთ განვითარებას, ღმერთის წყალობით, ჩვენი შრომით, ჩვენი მონდომებით და ვნახოთ რა გამოგვივა. აბა დაგემშვიდობებით, აღარ მოგასცენ წარმატებებს გისურვებთ. კიდევ მოგზანდით, დიდი მადლობა. ფერმერის ჩანაწერები. საქონლის გამოსაკვების საშუალებები. მწვანე საკვები. თივა. ნამჯა ჩალა. ბალახი. თივის ფქვილი. სილოსი.
ძირხანეულ გორგლეული და წვნიანი ნაყოფი, მარცვალი და მისი გადამუშავების ანარჩენი, კომპტონი და შროტი, შაქრისა და სახამებლის წარმოების ანარჩენი, ცხოველური წარმოების საკვები, კვების ნარჩენები, მინერალური გამოსაკვები. მონელებადი პროტეინი შეიცავს ცილებს და სხვა ქიმიურ ნაერთებს. ცილები ამინომჟავების სახით შეიწოვება პირუტყვის სისხლში. საკვებ პროტეინის დეფიციტის შესავსებად იყენებენ თევზის ფქვილს, ძვალხორცის ფხვნილს, მზესუმზირის ან თხილის კოპტონს, ბარდის მარცვალს, სოიოს, ხორბალს, ქერს, ბალახის ფქვილს, იონჯის თივას, თის თივას, იონჯის მწვანე მასას. ფერმერის დღიური. მეცხოველეობის განვითარებისათვის პირუტყვის გენეტიკური რესურსის გაუმჯობესებასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მისთვის მდგრადი საკვები ბაზის შექმნა. საკვები ბაზა პროდუქტულობის ამაღლებასთან ერთად მისი ხარისხის გაუმჯობესების ძირითადი საფუძველი არის. სამწუხაროდ ფერმერთა უმეტესობა ვერ ახერხებს ამის გათვალისწინებას, არადა ადგილობრივი ჯიშის ფურს მისთვის სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში რამოდენიმეჯერ მეტი პროდუქტის მოცემა შეუძლია რძის ცხიმიანობის შეუცვლელად. პირუტყვის პროდუქტულობის ამაღლებისა და წარმოებული პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვანი არის მიწოდებული საკვების რაოდენობა და ხარისხი. ამიტომ რაც არ უნდა ძლიერი გენეტიკური თვისებებით ხასიათდებოდეს ფური თუ მისთვის აუცილებელი საკვები ვერ მივაწოდეთ, ის პროდუქტული აღარ იქნება. ფერმერთა უმეტესობას აქცენტი აქვს გაკეთებული მაღალპროდუქტიულ ევროპულ ჯიშებზე და ამ დროს უგულებელ ყოფილი არის ჩვენი ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი. არადა ჩვენს პირუტყვს სათანადო პირობებში გაცილებით რამდენჯერმე შეუძლია პროდუქტულობის გაზრდა რძის ხიმიანობის შეუცვლელად. რა თქმა უნდა, თავისთავად აქცენტის გაკეთება მაღალპროდუქტულ ევროპულ ჯიშებზე ცუდი არ არის. თავისთავად კარგია ჯიშობრივი გაუმჯობესებისათვის. ჩვენი ადგილობრივი ჯიშების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ადგილობრივი ჯიშის პირუტყვი ეგუება ადგილობრივ პირობებს. თან მნიშვნელოვანი ის არის, რომ იმდენად არის შეგუებული ადგილობრივ პირობებს, რომ ზოგიერთი ავადმყოფობის მიმართ არის რეზისტენტური. მაღალი პროდუქტიულობისა და აგრეთვე პირუტყვის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელი არის მისი საკვები რაციონი ისე იყოს დაბალანსებული, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც საკვები ერთეული, ისე მიმოცვლითი ენერგია, მონელებადი პროტეინი და სხვა აუცილებელი კომპონენტები. ფერმერის ჩანაწერები. მინერალური ნივთიერებები წარმოქმნიან ძვლოვან ქსოვილებს. მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესში. მინერალური ნივთიერების ნაკლებობა იწვევს ორგანოთა ფუნქციონალური მოქმედების დარღვევას, აღწარმოების ფუნქციების დარღვევას და არასიცოცხლესუნარიანი მოზარდის დაბადებას, წველადობის შემცირებას და რძის ხარისხის დაქვეითებას. ფოსფორის საქონლის სტრუქტურული მასის ასაშენებელი მასალაა. სხეულში არსებული ფოსფორის 87% ძვლოვანი ქსოვილის შემადგენლობაშია. ფოსფორის უკმარისობა იწვევს საქონლის უმადობას, ძვლების დაავადებას, ლოკვას და ბერძიანობას. ფერმერის დღიური. ზამთრის პირობებში მაღალხარისხიანი სენაჟისა და სილოსის მიწოდება პირუტყვისთვის არის იმის გარანტი, რომ მივიღოთ მაღალი ხარისხის ვიტამინებითა და კაროტინებით გამდიდრებული რძე. მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოს რეგიონი მცირე მიწიანობით ხასიათდება, ჩვენთან არის განსაკუთრებით მაღალი მთის პირობებში ბუნებრივი საძოვრების რესურსი. მომხდელობაში მაქვს ალპური საძოვრები. რამაც განაპირობა ჩვენს რეგიონში მესაქონლეობის განვითარება და ისეთი უნიკალური ჯიშების შექმნა, როგორიც არის ცნობილი მეგრული წითელი ჯიშის ძროხა. მიუხედავად მცირე მიწიანობისა, თავიანთი ნაკვეთის ფარგლებში ფერმერებს შეუძლიათ სრულიად საკმარისი საკვები ბაზა შეუქმნან პირუტყვს. ძირითადი პრობლემა სამეგრელოში ის არის, რომ მიწის რესურსი არ არის რაციონალურად გამოყენებული. ფერმერებს ურჩევდი მრავალწლოვან ბალახოვან კულტურებზე გაამახვილონ ყურადღება. მოგეხსენებათ, სიმინდი არის ძირითადი კულტურა სამეგრელოში, რომელიც წარმოადგენს ძირითად საკვებ ბაზას ქართული ფერმერებისათვის და აქ არსებული პირუტყვისათვის. მაგრამ მინდა ფერმერებმა გაამახვილონ ყურადღება იმაზე, რომ სიმინდის მოსავლის აღების შემდეგ გამოთავისუფლებული ნიადაგი დატვირთონ შუალედური კულტურებით. უკვე გაზაფხულზე ეს იძლევა ვიტამინებითა და კაროტინებით მდიდარ მწვანე საკვებ მასას, რომელიც გამოზამთრებულ პირუტყვს აძლევს ძალას და ახალ ენერგიას. ფერმერის ჩანაწერები. საქონელს უნდა მიეწოდოს კვების ნორმებით გათვალისწინებული ნივთიერებები, მონელებადი პროტეინი, მინერალური ნივთიერებები, ფოსფორი, კალციუმი, სხვადასხვა ვიტამინები.
ფერმერის დღიური. დღესდღეობით ადგილობრივი ფერმერები საქონლის გამოსაკვებად ძირითადად იყენებენ ჩალას და ნამჯას, რომელიც თავისთავად არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა, პირუტყვის გამოსაკვებად. მშრალ საკვებთან ერთად აუცილებელი არის პირუტყვის მიეწოდოს წვნიანი საკვები. მინდა ყურადღება გავამახვილო სილოზზე, რომელსაც სამწუხაროდ ადგილობრივი ფერმერები რატომღაც უგულებელ ყოფენ. სილოზი ეს არის დაკონსერვებული მცენარის მწვანე მასა. დამზადება მიმდინარეობს ანაერობულ პირობებში, სადაც მიმდინარეობს მთელი რიგი მიკრობიოლოგიური პროცესები, რის შედეგადაც მცენარის მწვანე მასაში არსებული შაქრის მთელი რაოდენობა გადადის ორგანულ მჟავებში. ხარისხიანი სილოსის საწარმოებლად გასათვალისწინებელი არის დასასილოსებელი მცენარის ქიმიური შემადგენლობა, მისი აღების ვეგეტატიური ფაზა და აგრეთვე სილოსის დამზადების ტექნოლოგიური პროცესის ზუსტი დაცვა. ფერმერის დღიური. სილოსი წარმოადგენს ვიტამინების, მინერალური ნივთიერებების, კაროტინისა და პროტეინების წყაროს, რომელიც აუცილებელი არის პირუტყვისთვის გამოსაზამთრებლად. სილოსის დამზადება თავისუფლად შეუძლია ფერმერს ოჯახურ პირობებში, პოლიეთილენის პარკებში და ამისთვის დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ არის საჭირო. დღევანდელ პირობებში ფერმერს თავისუფლად შეუძლია ფერმაში არსებული პირუტყვის უზრუნველყოფა ამ სილოსით, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ სილოსის ის რაოდენობა დაამზადოს, რომელიც ეყოფა მის პირუტყვის გამოსაზამთრებლად. იმიტომ რომ გვიან გაზაფხულისთვის ეს სილოსის მასა უკვე კარგავს თავის კვებით ღირებულებებს. პირუტყვის გამოკვება მარტო სილოსით არ ხდება. სილოსის რაოდენობა რაციონში დამოკიდებული არის ულუფაში სხვა მოცულობითი საკვების რაოდენობაზე. მერძეული ფულებისათვის იანგარიშება 5-7 კილოგრამი ყოველ 100 კილოგრამ ცოცხალ წონაზე. მშრალად დგომის პერიოდში 3 კილოგრამი ყოველ 100 კილოგრამზე. წარმოებლებისთვის 1-2 კილოგრამი ყოველ 100 კილოგრამზე გადაანგარიშებით. ფერმერის დღიური. ენერგეტიკული ღირებულებით სენაჟი კაცლებით აღემატება სილოსს. საუკეთესო ხარისხის სენაჟი მზადდება მრავალწლოვანი პარკოსანი და მარცვლოვანი ბალახნარევებისაგან. სენაჟი არის კაროტინების, ვიტამინების და პროტეინების უშრეთი წყარო, რომელიც აუცილებელი არის პირუტყვის გამოსაზამთრებლად. ფერმერის ჩანაწერები. საკვებ რაციონში აუცილებელია სუფრის მარილის ჩართვა. ის გამოიყენება ნატურალური, სალოკი და სპეციალური ბრიკეტების სახით. მარილის ბრიკეტები შეიცავს მიკროელემენტებს, ვიტამინებს და ინვაზიური დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატებს. სუფრის მარილი აუმჯობესებს საკვების გემოს. პირუტყვის სუფრის მარილი საკვებურში უნდა მიეწოდოს. მარილი არ უნდა შეიცავდეს ქვიშის მინარევებს და მეტალის ნაწილაკებს. ფერმერის დღიური. ფერმერებს საკვებ წარმოების საკითხებთან დაკავშირებით ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოგმართონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურებს, სადაც ამ საკითხთან დაკავშირებით კვალიფიცირებულ რჩევებს და რეკომენდაციებს მიიღებენ. მესაქონლეობით დაკავებულ ფერმერებს შეუძლიათ გაერთიანდნენ კოოპერატივებში, გაერთიანონ თავიანთი რესურსი და შექმნან ნიადაგი საკვებ წარმოების გასავითარებლად. ფერმერის დღიური. საქართველოს ეს არის ქვეყანა, რომელიც ოდითგანვე მისდევდა სოფლის მეურნეობას და სოფლის მეურნეობა ითვლებოდა ეკონომიკის ძირითად მამოძრავებელ ძალად. დღესაც რჩება ეს მთავარი მიმართულება. სამეგრელოში სოფლის მეურნეობის სექტორიდან ყველაზე მეტად განვითარებული არის მესაქონლეობა, მოსახლეობა მისდევს ამ დარგს გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის ეს უფრო რენტაბელური და მომგებიანია. შესაბამისად, მოსახლეობა დგას ერთგვარი პრობლემის წინაშე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქონლის ბალანსირებული და რაციონალური კვება. მოსახლეობისათვის ძალიან აქტუალურია საკვებ წარმოების თემატიკა. მოსახლეობისათვის, რომელთა უმრავლესობა მესაქონლეობას მისდევს, ძირითადი პრობლემა მაინც არის საკვებ წარმოების პრობლემა. და ამ თემატიკას მიეძღვნა თურქეთის ქალაქ ბურსაში ჩატარებული გამოფენა. ჩვენ საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლებს მოგვეცა შესაძლებლობა დავსწრებოდით ამ სემინარს. სემინარი გაგრძელდა 1 კვირის განმავლობაში. ამ 1 კვირის განმავლობაში ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა დეტალურად დაგვეთვალიერებინა ყველა ის პროდუქცია, რომელიც წარმოდგენილი იყო გამოფენაზე. ძირითადი აქცენტი ჩვენ გავაკეთეთ საკვებ წარმოებაზე და კვების პროდუქტებზე გამომდინარე იქიდან,
იმიდან, რომ ფერმერების მხრიდან ხშირი იყო მომართვიანობა ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი ძირითადი ყურადღება მიიპყრო ჰიდროპონიკის მეთოდით მოყვანილმა საკვებმა. ძირითადი აქცენტი ჩვენ გავაკეთეთ საკვების წარმოებაზე და საკვების მწარმოებელ კომპანიებზე. იყო ერთ-ერთი კომპანია, რომელსაც წარმოდგენილი ჰქონდა თავისი მანქანა დანადგარი, რომელიც მწვანე მასას აწარმოებს ჰიდროპონიკის მეთოდით. ჰიდროპონიკა ეს არის სიახლე, რომელიც უკვე აპრობირებულია ევროპის ქვეყნებში, რუსეთში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ამიტომ ჩვენც ვცდილობთ მსგავსი პრაქტიკის დანერგვას ჩვენთან. გამომდინარე აქედან ჩვენ დეტალურად გავეცანით ამ კომპანიის გამოცდილებას, გავეცანით თვითონ იმ მეთოდებს, იმ პრინციპებს, რა მეთოდითაც მუშაობს ჰიდროპონიკა. ჰიდრო საერთოდ ნიშნავს წყალს, პონის კვება, ანუ მცენარეების გამოზრდა ხდება წყალზე. წყლის მეშვეობით ისინი ღებულობენ ყველა იმ საკვებ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია მცენარის გამოზრდისათვის და ნორმალური დაგანვითარებისათვის. შესაბამისად, ჩვენც გვაქვს იმის პირობა, რომ ეს დარგი განვითარდეს, ეს მიმართულება განვითარდეს ჩვენშიც. ყველაფერი არის აბსოლუტურად ავტომატიზირებული, კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით ხორციელდება. ვენტილაცია, განათება, მწვანე მასა არის კონტეინერში და ვთქვათ მაგალითისთვის თუ საჭირო არის 300 ტონა მწვანე მასის მოსაყვანად 60 ჰექტარი მიწის ფართობი, ჰიდროპონიკის შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია 300 ტონა მწვანე მასა მოვიყვანოთ 50 მეტრ კვადრატზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც ის არის, რომ ჩვენ შეგვეძლება ამ მეთოდით, ჰიდროპონიკის მეთოდით, ამ მანქანა დანადგარით სეზონის ნებისმიერ დროს მოვიყვანოთ მწვანე მასა და ჩვენ საქონლისთვის გქონდეს მაღალი კვებითი ღირებულების საკვები. ეს არის ერთგვარი სილოსის ალტერნატივა. 50 მეტრ კვადრატი საკმარისია იმისთვის, რომ ეს ყველაზე მცირე ეს დანადგარი დაიდგას და დაახლოებით 300 ტონამდე პროდუქტი აწარმოოს. ეს არის ყველაზე მცირე წარმადობის დანადგარი. ამ მანქანა დანადგარში საკვები ნორმალურ მწიფე კონდიციამდე აღწევს ერთ კვირაში. ასეთი დანადგარის ქონა საკმაოდ სარფიანია ფერმერისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ ის შეძლებს გამონთავისუფლებას იმ ნიადაგის, რომელშიც მოყავდა მწვანე მასა და სხვა ალტერნატიულ საკვებს დათესავს და მოიმკის მესაქონლეობისათვის გამოსაკვებად, ხოლო მას სეზონის ნებისმიერ დროს ექნება მწვანე მასა. ამ მეთოდით მას შეუძლია შექმნას ჭარბი პროდუქცია, რომელსაც აუცილებლად გაყიდის ბაზარზე, ვინაიდან ამ პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია და შესაბამისად მის ფერმერულ მეურნეობაში მიიღოს დამატებითი შემოსავალი. გამომდინარე იქიდან ფერმერების მხრიდან საინტერესოა ჰიდროპონიკის თემა, ვცდილობ დეტალური ინფორმაცია მოვიპოვოს სკრუპულოზულად, მეცნიერულ დონეზე დამუშავებულად, რამდენად აპრობირებული იქნება და რამდენად მოერგება ეს ჩვენ სინამდვილეს. საინფორმაციო, საკონსულტაციო სამსახური პერმანენტულად განაგრძობს ფერმერებთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით და ჩვენ ხარს დაუჭერთ აბსოლუტურად ყველა ასპექტში იმ ფერმერს, რომელიც დაინტერესებული იქნება ამ ახალი ნოვაციის დანერგვით საქართველოში. ფერმერის დღიური. ბატონო ლუთერი, წლების წინ სამაგრელოში უჩვეულო არ იყო სილოსის წარმოება. თქვენ დღესდღეობითაც ამზადებთ სილოს. დიახ. ადრე სპეციალური ტრანშეები იყო სილოსის დასამზადებლად, მაგრამ ახლა ახალი ტექნოლოგიის საფუძველზე ტომრებში გავაკეთეთ, ცელოფნის ტომრებში აერი ამოუტუმბეთ, მასა დავამუშავეთ და ჩავყარეთ ცოტა მარილის დავამატეთ ზედ, რომ არ გაფუჭებული. ძალიან საინტერესოა, როგორ ხდება სილოსის დამზადება? სილოსის დამზადება ხდება შემდეგნაირად. არის სპეციალურად კომბაინები, რომლებიც იღებენ მასას. სილოსი მზადდება სიმინდისაგან. აუცილებლად სილოსის დასამზადებლად საჭიროა მაღალტანიანი დატაროიანებული მასა. ამის დამუშავება ხდება კომბაინით და მერე ხდება ტომრებში ჩაყრა. ეს ახალი გამოგონებაა ჩვენი სპეციალურ ტომრებში, ცელოფანის ტომრებში, სადაც ის ინახება უჰაეროდ. როცა უჰაეროდ არის, მაშინ არ ფუჭდება და მასა გვაქვს კარგი, რომელიც ყუათიანია ძალიან საქონლისათვის. გარდა სიმინდისა სხვა ბალახი თუ ერევა? ბალახი ერევა, რა თქმა უნდა. კომბაინი იღებს დაბლა 10-15 სანტიმეტრის სიმაღლეზე და ერევა ყველა სახის ბალახი, მაგრამ ის ძალიან ცოტაა. მასა სიმინდისა ბევრია, რომელიც არ ჩანს მე არების შემდეგ სასილოსე მასაში. ბატონო ლუთერ, მართალი გითხრათ, მე არასდროს არ მინახავს სილოსი.
მხოლოდ და მხოლოდ სმენია. მოდით ერთად დავათვალიეროთ და ამიხსენით თანდათან რა რისგან შედგება. ახლა აქ არის ეს უკვე მზასილოსია? კი, ტაროს დაფუძმაცებული ნაწილები, ბალახიც არის. ისეთი არომატული სუნი აქვს, რომ მე მგონი ხალხოსაინსგა და ადამიანი ჩვენივრად მიირთმევ და კარგ მოშიებულ. როგორ უნდა შევინახოთ? უნდა შევინახოთ გერმეტიულად აუცილებლად, ანდა უნდა იყოს დაპრესილი, ისე რომ ჰაერი არ შედიოდა. როცა დაპრესილია, მაშინ ის არ ფუჭდება და როცა ტომრებში ახალი ტექნოლოგიით ვაკეთებთ, აუცილებლად ჰაერი უნდა იყოს იქიდან ამოტუმბული, რომ არ მოხდეს მისი პოპა. ბატონო ლუთერი, ძალიან არომატული სუნი აქვს სილოს. რატომ აქვს ესეთი კარგი სუნი? მიმზიდველია საქონლისთვის, სილოსის სუნი სპეციალური იმითი დამჟავებულია და საქონელი ითვისებს ძალიან კარგად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ თქვენს მიერ წარმოებული სილოსი დელიკატესი არის საქონლისათვის. ძალიან ყუათიანია და ირგებს საქონელი ამას კარგად, ითვისებს. შეიძლება თუ არა მარტო სილოსით რომ გამოყვებოთ საქონელი. მარტო სილოსით არ არის მიზანშეწონილი საქონლის გამოყვება. უხეში მშრალი საკვები უნდა. ეს წვნიანია, უნდა აუცილებლად ანთივა ან ჩავა. რა ეფექტი აქვს საკუთარ-წარმოებაში სილოს? პროდუქტიულობა რძის მატულობს. ასევე ხორცსაც უფრო ადვილად იძენს საქონელი. რაც შეეხება რაციონს. დაახლოებით რამდენჯერ უნდა მივაწოდოთ დღეში? დღეში 2 ჯერ, დილას საღამოს უნდა მივაწოდოთ. და რა რაოდენობით? დაახლოებით 10 კილო. თუ არის დამოკიდებული საქონლის ზონაზე, რამდენი კილოგრამი რა მივაწოდოთ? თქმა უნდა. თუ საქონელი ჯიშიანია და დიდია, უფრო მეტი უნდა. ფერმერის დღიური. ქალბატონო სერაფ, ძალიან საინტერესოა, როგორ მოხდით მეზობელ საქართველოში? ჩვენი პირველად ბავშვები მოვიდა ბათუმში სკოლას სტუდენტი არის. 1-2 ჯერ მე მოვიდა საქართველოში და ძალიან მოიცანა. და როგორც მე ვიცი, თქვენ უკვე საქმითაც ახართ დაკავებული. ჩვენ ახლა სამეგრელოში ვიმყოფებით სოფელ დარჩელში. რატომ გადაწყვეტეთ სოფლის მეურნეობით დაკავება? ჩვენ პირველად მოვიდე საქართველოში 6 თვე მარტო ინტერესებს საქართველოში რა არის, როგორ მარტო ნახოთ რა არის. და მე აგრო საქმე ფიქრობ და სამეგრელო ხალხი ძალიან მოიცანა. თურქული სისხლი როგორ სქელია, აკარული ხალხი მართლა სქელია და მიყვარს სამეგრელო მართლა. თქვენ მე როგორც ვიცით, მთელი საქართველო მოიარეთ. კი, მარტო სვანეთში არ მინახე. ბელა ვიცი რა სად არის, რომელი სოფელი ვიცი საქართველოში. და გადაწყვეტეთ, რომ სამეგრელოში დაგედოთ საბოლოოდ ბინა. დიახ. რამდენადაც მე ვიცი, თქვენ სამეგრელოში აწარმოებთ სილოს. სილოსი როგორ ფიქრობ, ნორმალურად ეს ტექნიკა ჩემთან არ არის, მაგრამ ერთი მეგობრები დათესვა გააკეთა სიმიდიდე. ნორმალურად ვერ მოვიდა სიმიდე. ნევროზი და მე ფიქრობ, ლოგეშინია სილოსი გააკეთებ და ნახოთ და სილოსი რა არის, როგორ გააკეთებ. აქ ერთი ხალხისთან არის ძველი ტექნიკა. ძალიან ძველი ტექნიკა. შეიძლება გააკეთებ მოვიდა. სელობანში გააკეთებ, ფილოსოფიიდან ვაკუუმი გააკეთებ, ხალხი ნახე მოიცონა. ყველას მოეწონა თქვენს მიერ წარმოებული სილოსი. თქვენი აზრით, როგორ ფიქრობთ, გაამართლებს ეს ბიზნესი სამეგრელოში? მარტო სამეგრელო არ ფიქრობ, მეორე სეზონზე პროფესიონალი ტექნიკა ვიქიდა თურქეთიდან და ლიცენზია გაისახელი სპეციალისტ ტექნიკასთან. ახლა ეს სილოსი 4-5 თვე იქნება. 4-5 თვისთან მერე არ იქნება, გაფუშტა შანსი არის. მაგრამ თურქეთიდან ეს ტექნიკა თუ მოვალ, არტისელი პრობლემა არ არის. სპეციალისტ სელობანი არის და არტისელი სად უნდა ეზო შიგნით კარეთ პრობლემა არ არის. ანუ კარგად დამუშავებული სილოსი შეიძლება შევინახოთ 1 წლის განმავლობაში? კი, შეიძლება სიმინდის სილოსის ენერგია პროტეინი იონჯადან მეტი უფრო, ბალახიდან თივადან უფრო მეტი არის ენერგია, საქონელისთვის ჯობია. სტელი სიმინდი ჯობია ეს სილოსისთვის და ჰიბრიდი თესლი არა, ნატურალი აკარული. სამეგრელო აბაშა ჯიში მაგალი ჯიში უნდა. მაგალი ჯიში და სოტაკი და ახლოს დათესვა 20 სანტიმი არ არის და 15-14 სანტიმი ახლოს დათესვა უნდა, მეტი არ არის, მეტი არ უნდა. ანუ თქვენს მიერ წარმოებული საკვები ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღიც იქნება.
აუცილებლად. რაც უფრო მაღალ მოთხოვნადი იქნება ბაზარზე ჩემი აზრით. კი. აი თქვენ თურქეთში ადრე იყავით სოფლის მეურნეობით დაკავებული, საიდან იცით როგორ უნდა მომზადდეს სილოსი? თურქეთში მე ადრე ეს საქმე არ გააკეთებ. აქ ფიქრობ და პირველად აქ გააკეთებ. აი ეს გამოცდილება თქვენ საიდან შეიძინეთ? თურქეთში სამინისტრო სპეციალისტიდან ისწავლე მე. სილოსის მომზადება. რამდენად არის მოთხოვნა ბაზარზე, რამდენად იყიდება თქვენგან წარმოებული სილოსი? თურქეთში 300 ლირა ესთვის. ორი თვის მერე უფრო ზური იქნება და აქ საქართველოში თუ ველა ხალხი უნდა გააკეთე სპეციალისტ ტექნიკასთან დიდი ბაზარი არის. პირველად მეზობლები თურქეთში უნდა ბევრი. მაგრამ ეს სელომანი არ შეიძლება და სპეციალისტ სელომანისგან დიდი ბაზარი მაქვს ეს. ანუ თქვენ სამომავლოდ აპირებთ რომ ტექნოლოგიურად დახვეწოთ თქვენს მიერ წარმოებული სილოსი, რომ აუცილებლად გაიტანოთ ექსპორტზე მეზობელ თურქეთში. დიახ, ორი ტექნიკა უნდა სვა. ერთი ტექნიკა ქანაში მუშაობს, მეორე ტექნიკა სპეციალისტ ვაკუუმი პრესი გააკეთებ და სელობანი გააკეთა. ორი დიდი ტექნიკა უნდა. თურქეთში 500 კილოიანი უყვარს, დიდი ფირმა ბევრი არის და 500 კილოიანი სელობანი უნდა, მაგრამ საქართველოში შიგნით ბაზარი 100 კილოდან მეტი მე მგონია არა, 100 კილოდან მეტი ხალხი ადვილი ვერ გააკეთებ. ვერ შეიძენს უფრო ადვილად. კი, 100 კილოიანი მაქსიმუმ შიგნით ბაზარი ჯობია და 500 დიდი კილოიანი გარეთ ბაზარში იქნება. ეს ტექნიკა პროგრამა არის. შენ გინდა პროგრამა გააკეთებ 500 კილო იქნება, შენ თუ გინდა 100 კილოიანი კიდე პროგრამა არის, სელობანი სტანდარტული. ტექნიკა გააკეთებ სხვადასხვა კილო. ანუ თვითონ ტექნიკა აფასოებს სილოს რა კილოგრამის და რა მასის რაოდენობის გვინდა. მეორე სეზონზე ჩვენ მინდა 80 კილოიანიდან 140 კილოიანი ტექნიკა. ბალანსი არის. თუ გინდა 80 კილოგრამიანი შეიძლება, თუ გინდა 180. ანუ მომავალში აპირებთ თქვენი ბიზნესის უფრო გაფართოებას და ტექნიკურად უფრო დახვეწას. აუცილებლად. რაც შეეხება სასილოსე მასალას, სად თესავთ სიმით? მე ვერ დეცავ და მარტო ეს სეზონი ჩემი მეგობრების ქანაში გააკეთებ ჩვენ ერთად. მომავალ წელს დიდი ფართობი დათესვა მინდა აუცილებლად. ანუ აპირებთ რომ იჯარით აიღოთ ნაკვეთი. იჯარი. რამდენად პერსპექტიული საქმიანობაა საკვებწარმოება? ეს სეზონი ნორმალური არ არის, მაგრამ მომავალ წელს მე მართალია მინდა ეს საქმე პროფესიონალი მეშვექი, პროფესიონალი მუშაობს და კიდე მარტო არ მინდა, ვინ უნდა დათესვა გააკეთებ, ჩემი ტექნიკა აქ არის, მე დარჩენში ვარ, ვინ უნდა კიდე პრობლემა არ არის, მე მოგცემ ტექნიკა და ვინ უნდა გააკეთე. ესე იგი, მომავალი სეზონიდან თქვენ აპირებთ თქვენი საქმის უფრო გაფართოებას პროფესიონალურ დონეზე და ადგილობრივი სოფლის მუშახელის დასაქმებასაც. დიახ. წარმატებებს გისურვებთ. კარგად, სანდობი. ნახვამდის. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი მედია ცენტრი გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.